ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საგამშვიდობისა ქართულ და უცხოურ შოუ-ბიზნესში მიმდინარე სიახლეებით ეთერში ინფორმატორის და ლაილაის 10 საათიანი ყველაზე ვრცელი გამოშვება და მოდით გადავხედოთ ჩემს საინფორმატორო ფურცლებს. ნიკოლ კიდმანი ახლა ისეთი არა ეს არ გვინდა, ფრედ დასტი არ გვინდა, მელინ მენსონი არა, ესეც არ გვინდა. აი ეს ინფორმაცია. 7 აგვისტოს ქართული შოუ-ბიზნესის ნაწილი საქართველოს კონფლიქტის ზონაში წავა და გამართავს კონცერტს. ეს არის სამაჩაბლო სოფელი თამარაშენი. აქციას, რომელიც შემდეგ პანკში და გალში უნდა გაიმართოს, ასე ჰქვია თბილისური დღეები. ამის შესახებ გვესაუბრება ბატონი დათო ოქიტაშვილი. 2 საათზე 7 აგვისტოს დაიწყება აქცია ქართული ესტრადის მომღერალთა მონაწილეობით და ეს აქციები გაგრძელდება ყოველთვიურად. ჩვენ ვაპირებთ, რომ ანალოგიური აქციები ჩატარდეს გალში, ანალოგიური აქცია ჩატარდეს პანკში. მე ვფიქრობ, რომ კულტურამ და კულტურის მუშაკებმა ზუსტად თავისი სიტყვა უნდა თქვას აი იმ ზონებში, სადაც არის ესეთი კონფლიქტები, იმიტომ რომ ჩვენ ერთადერთი მე ხმამაღლა ყოველთვის ვიტყვი და ვიძახი, თუ ჩვენ ერთმანეთს რაღაც დათბობა და რაღაცა გადაგვარჩეს ერთმანეთთან, ეს არის კულტურა და აქციას მხარს უწევს ევროსაბჭო, გაერო, ეუთო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მეც ყველას გეპატიჟებით, მე ვფიქრობ, რომ თქვენც წამოგბრძანდებით და ძალიან საინტერესო პროგრამა იქნება წარმოდგენილი. სურვილი გამოთქვა თემურ ცხილაძემ, ჯგუფმა ფლეშმა, მაია ბარათაშვილმა. ეცით რა არის ეს გუშინ ჩვენ ესე ხმამაღლა განვაცხადე და მე თქვენი ეთერის მეშვეობითაც მე ყველა მუსიკოს მოუწოდებ, რომ ვისაც სურვილი აქვს ნამდვილად რომ მიიღოს ამ აქციაში მონაწილეობა, ყველასთვის კარი ღია, უზრუნველყოთ მათ უსაფრთხოებას და ჩვენ გაგვიხარდება თუ ისინი ამ აქციაში მიიღებენ მონაწილეობას. კლუბ 16 რაუნდში ყოველ კვირას ცოცხალის შესრულებით იმართება ბენდების კონცერტი. 3 აგვისტოს ჯგუფ იბერიონის კონცერტი გაიმართა, რომელმაც პირველმა დაუკავშირა ერთმანეთს ქართული და შოტლანდიური ფოლკლორი. თუ როგორ მოახერხა ეს, ამას ახლა ვნახავთ. და კიდევ ერთი, ჯგუფი იბერიონი სულ რაღაც 2 წელია რაც შეიქმნა. ჯგუფი იბერიონი, ესე იგი სტილისტიკურად არის ქართული და კელტური ფოლკლორის სინთეზი, გათანამედროვებული ცოტა რა თქმა უნდა და ჯგუფში ვართ 5, არის კლავიშიანი საკრავი, დასარტყამი ინსტრუმენტი პერკუსია, გიტარა და 2 ვიოლინო. დღეს არის ფესტივალ ბენდების ერთ-ერთი დღე, საერთოდ კლუბი ცდილობდა რომ ეს ფესტივალი, ამ ფესტივალის ყოველი დღე ყოფილიყო რაღაცნაირად განსხვავებული. დღეს მართლაც ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული დღე არის. დღეს არის ჯგუფი იბერიონი, არიან ახალგაზრდა შემსრულებლები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ პროფესიონალები და საკმაოდ საინტერესო მუსიკას უკრავენ. მეც პირველად მოვისმინე დღეს რეპეტიციაზე მათი მუსიკა და ძალიან დავინტერესდი და ვფიქრობ, საერთოდ შეიძლება ამ ჯგუფთან უფრო ისეთი მჭიდრო თანამშრომლობს, რომ რაღაც ახალია.
თბილისის ზღვაზე ქართველი და უცხოელი დიჯეები შეიკრიბნენ. მათ შორის იყო სტუმარი ისრაელიდან დიჯეი ავი, რომელიც საქართველოში არც ისე დიდი ხანია ჩამოვიდა და მან აქ 16 პროექტში მიიღო მონაწილეობა. თუ რა ხდებოდა 2 აგვისტოს საღამოს თბილისის ზღვაზე, ამას ჩვენი სიუჟეტიდან შევიტყობთ. სამეგობრო, რომელიც ერთად შევიკრიბეთ, ერთი საღამო უფასოდ შეიძლება რომ ადამიანებს აჩუქო და ჩვენს ვისიამოვნოთ რა და არ დავიღალოთ და არ ვიშრომოთ. ესაა ჩვენი სიამოვნებისთვის გაკეთებული ერთი ხალხი. კულტურა რომ ხალხი ცოტათი გამოსვლა ქალაქგარეთ დასვენება ვიკენდებზე უნდა შემოვიდეს ჩვენთანაც ადრე თუ გვიან. ნუ DJ პარტი ყველაზე კაი პონტია, იმიტომ რომ რაღაც ფონის პონტი არის და მეგობრებთან ერთად შეგვიძლია მოისვენო და ზღვას უყურო და ბლუდი დალიო და ისიამოვნო და ასორებს. ყველა თბილისის წამყვანი დიჯეია აქ მოწვეული. არის ჰაუსი, ტრიბლ ჰაუსი და არის ტრანსი, რომელსაც ავი ვიქტორი შეასრულებს. ამ ყველაფერს ფონად გაყვება კოკა აბზიანიძე, რომელიც ლაივში შეასრულებს პერკუსიაზე, თავის აკომპანემენტს გაუკეთებს ყველა დიჯეი. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.